ესე იგი რომ აი დღეს ჩვენ მოდით ესე ვთქვათ რა მწარე სიმართლე ევროპისკენ მივდივართ მხოლოდ დეკლარაციული რესურსით რა ამ დროს ფასეულებები ღირებულებები რაც ეს ნაკლია რა რაც ჩვენ თქვით ეს ევროპულია არ არის კაცო ვითხარი ევროპაში ხდება რომ ერთი კაცი გინიშნავდეს პრეზიდენტს ერთი კაცი გინიშნავდეს მერს ერთი კაცი გინიშნავდეს მინისტრს ერთი კაცი შეავდეს ყველაფერს და ევროპაში ხდება რომ 600,000 პრემიერს ღებულობდე ღატაკ ქვეყანაში ევროპაში ხდება რომ რომელიმე ქალაქის მერი უცებ მოეხუშტურება რომელიღაც კომპანიას უნდა ერთი რამდენიმე მილიონი აშოვნიოს და შენივრად მომუშავე თქვათ რომელიღაც თქვა განათების სისტემასთან თუ რაღაცა ცვლიდეთ ევროპაში ხდება ეს რომ აი ფულთან არ არის დაკავშირებული არა მაწანწალა ძაღლების ბუდეთ არ იქცევ დედაქალაქი ამიტომ აი ყველაზე ძლიერი ანტიევროპელები ისინი არიან ვინც ერასოდეს ვერ გავხდებით ევროპული ქვეყანა რატომ მინდა არ ვიცი ვიღაცა ვინ მუშაობს ამ ზოოპარკის დირექტორად ღმერთო რა ვნახე ბავშვს წავიყვანე ორი კვირის წინ რა ხდება იცის რომ ფარშევანგები რო არიან ფარშევანგს მარცვლელი უნდა დაუყარო ვირთხები დაასავსე იქ სოროებში გამოდიან ეს ვირთხები დაასრებენ ფარშევანგებს და ჭამენ მარცვლელს ყველა იმაში რა ქვია აი ვოლიერებში ვირთხები ვირთხებით არის გატენილი ყველა კიშტის ტოპი ვაქს სახში და ჩემმა ბიჭმა მითხრა მარკო მოდიო და ეს ვირთხები დააყოწოდო მე და ჩემმა ბიჭმა რატო უნდა დაუყოწოთ უსაქმურია ვინც იქ მუშაობს დირექტორად ზოოპარკის რაღაც რა უნდა ზოოპარკში დირექტორსაც გეტყვის მილიონი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი მე ნაციონალებით ასავსებთ ეს ნაციონალებით არის მაგრამ ერთი რამდენი აქვს ბიუჯეტი ერთი იმას ძალიან დიდი პული აქვს გაჩერდი ზოსო რასაო ზოოპარკი დიდი პული აქვს კარგი და მე არ ვიცი შუკისტის ტოპი იყიდონ და ხოცონ ეს ვირთხები საშინელი მაგას რა უნდა ეგეც ჩემი ბიჭი შეც მამა ნახეო რა შვებია ვირთხებიო როგორ შეიძლება ვოლიერებში ვირთხებით აცებდნენ მოყოლმას მარცვლელს ფრინველებს რა საშინელება აი ესეთი ევროპის ვერცეთ ქვეყანაში ამას ვერ ნახავ მოლდავაშიც კი არ იქნება და იმაშიც კიდე ტირანაში რაღაცნაირი ერი ვარ სოსო აი მიშვებული ვარ რაღაც ინერციით მივდივართ არ მინდა რომ ესეთი ყველგან ახლა რამდენი ჩამოვთვალოთ აქ დილამდე ვიჯდებით აქ ეგერ ერთი ვაკის პარკი გვაქვს ისიც 800 და ვაკის პარკი არა დღეს 220 ჰექტარი იყო და დღესაც 18 აი აგაი ახლა მე ოფიციალურად გევნებით ამას ხო კი აი ეს უნდა მეთქვა კი აკაშეშილაზე მომაწოდა ისტორია ფოთაშორის ცოცხალია პირველი ხეები დამრელი იმისა ცოცხალი 99 წლის კაცია კი ცოცხალი თვითონ ამისტი ვიყავი სეირნოზე ვარ თვითონ მოვიდა გაუნერება ბიჭინა ფილმში არის ისა სპეციალურად გადაუღიათ რომ საკავშირო იმაშიო ნახონო მოსაკლეო როგორი პარკი გვაქვს ხო 300 იმამდე იყო 300 გექტრამდე იყო ესა 220 იყო აი გია კაშეშილაზე სვიბზოდა 300-მდე იყო მე ბერი კაცმა მითხრა 300 გექტარამდე იყო და ეხლა 20 გექტარიც აღარ არის 18-აო გეო ო აი ეს ორი ვთქვია რა 20 გექტარიც აღარ არის იქიდან აქედან ეს იქიდან მიჭრეს იქ რესტორანი აქ რესტორანი იქ რესტორანი ეხლა კიდე საცხოვრებელი სახლი შენდება ზემოთ კიდე ბენდუკიძემ თავის დროზე სამშემ შენდება ო მე ბენდუკიძე ცალკე ჭირია ჰიტლერი როგორ იყო გადაყოლილი გერმანიის იმაზე რა გამწვანებაზე რაც კი დიდი პარკები და ის არის დღეს გერმანიაში რა ჰიტლერის დროს არის გაშენებული სულ ყველა აი ოღერი იყო მაგრამ ქალაქს ჭირდება გამწვანება სოს მარცა ჭირდება და ფილტრებია ფილტრები ჩვენ 37 პარკში მშენებლობის ნებართვა დართულ უგულავო 2010 წელს მიიღეს ეს კანონი აგორ შეიძლება რა ეს კი ეს რეკრეაციული ზონის სტატუსს უცვლიან რაღაც აი რამდენი ხანია ადრე იყო შენი ეს ალეკველისაშვილი ბახსოვს ერთთან ბავშვი იყო დარბოდა ხოლმე ყველა დარბოდა მამაზე მაგრამ რა მიიღეს რა აი მე ისიც რა პარტიგივე ტენისის კორტების გაჩეხვა დროს იმის დროს აი იდიოტობა დაბდეს მე შერაგვეშველი საერთოდ სუდან მიდის დანის სამეფოში საქმე კაცო მე ვიფიქრე რომ ამაზე ვიჩხუბებთ պետք და ამაზე Google მამალივით საუბრობთ აგე რაღაც არის შესაძლებელი დანის სამეფოში რითი უნდა დავიწყო და რა უნდა გავაკეთო მე არ ვიცი უნდა დავიწყო კადრებით მე ხوار დავნიშნავ კაცო თვითონ ნიშნავენ ეგრე არ მინდა რა კადრებით უნდა ნუ ეხლა აქ უკვე ჩვენ უძლური ვართ არა უძლური ვართ ელემენტარულად ესე იგი უძლური ვართ ყოველ შემთხვევაში იცი რას გეტყვი თუ კი ვინმე იყო ერთი მებაირახტრე პირველი ესე იგი ამ ცვლილებების არა შენც იყავ იმაში
ესე იგი თუ პირველი ხო და რა ასე რომ ახლა შენი წილი ცოდო შენცა გაქვს ესე იგი აი ეს მინისტრები ვინც ახლა არ მოხსოვს და ვინც ისე რა მე მახსოვს პირველ პერიოდში შენ აქ რამის არის წითელი ნოხი ქონდა აი იქ მეგონა რაღაცას გააკეთებ სოსო მართა მეგონა რომ უნდათ გაკეთება და მე მაგათი მიგვეს თუ ვერ აკეთებ წადი რა სახში რა ვინ წავა სახში არ გადამრივ ეხლა ვის წავა პრეზიდენტი წავა სახში ან მერად რო აირჩევენ მე მას მინისტრს ეს წავა სახში გეკითხები ან საგარეო საქმეთა მინისტრი წავა სახში ვინ წავა სახში ვაიზულოთ ვინ წავა როგორ აიძულა ან უნდა იმუშაონ ან ყველაზე პატიოსანიც კი ჩემი აზრით როგორც ვიცნობ არა იგივე პაატა ზაქარიაშვილი რომელსაც ხედავს რომ არაფერი არ გამოსდის მაგის ბრალია თუ სხვისი ბრალია თუ ობიექტურია თუ სუბიექტურია ხედავს რომ არაფერი გამოდის მაგრამ თანდათანობით ეგეც კონფორმისტი ხდება ხელისუფლება არ ყნის მაო ეგ ჩემ მოგონილი არა იყურებია არა და ეგეც უკვე იწყებს ესე იგი